გამარჯობა, დღეს 16 თებერვალია და თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა სტუდიარეს შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემებზე, ტელეგადაცემებზე და სხვადასხვა სახის პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდიარე თანამშრომლობს 16 რეგიონალურ ტელეკომპანიასთან, მათ შორის ტელეკომპანია ჯიხასთან. სტუდიარეს წალენჯიხაში ჩამოსვლის მიზანი გახლდათ ჯვარისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხების დეტალურად შესწავლა. ჯვარის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მოსაზრებების მოსმენა. სწორედ ამ მიზნით ისინი შეხვდნენ როგორც ჯვარელებს, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააცნეს საკრებულოს წევრის დავით ჭიჭინაძის წერილობითი მიმართვა, სადაც საუბარია ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნაზე. წერილობით მიმართვაში წერია: გაცნობებთ, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს 12,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართა საქართველოს მთავრობას თხოვნით, განხილული იყო ქალაქ ჯვარის, ლიის, ფახულანის, ჭალეს, ეწერის, ჩქვალერისა და მურჟავას თემების ერთობლიობისთვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების საკითხი 2014 წლის მორიგ ადგილობრივ არჩევნებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი. მიმართვაშივე შეთავაზებული იქნა მოსახლეობისათვის უაღრესი მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაჭრის რამდენიმე გზა, მათ შორის კოდექსის პროექტში შესაბამისი ნორმების შეტანა. თუ რას ფიქრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, ნახეთ სტუდიარესა და ტელეკომპანია ჯიხას ვიდეო ფრაგმენტები. და ერთ-ერთი ესეთი საინტერესო საკითხი ჩაგვივარდა ჩვენს ხელში თბილისში, რომ გავიგეთ წალენჯიხის დასახლებას მის მეზობელი სოფლებით აქვს სურვილი, რომ გამოეყოს რაიონს და მუნიციპალიტეტს და ცალკე შექმნას მუნიციპალიტეტი. ეხლა ეს პროექტი უნდა გასულიყო არსებული კანონმდებლობით, ეხლა უნდა დამტკიცებულიყო. მაგრამ როგორც ჩანს, ეს პროექტი გადაიწევა მაქსიმუმ 3 წლით. სანამ 3 წლის მერე არ იქნება ახალი თვითმმართველობის არჩევნები, მაგ დროისთვის აუცილებლად იქნება ეს გაკეთებული. მაგრამ საინტერესოა, ესე იგი ჩვენთვის, მედიისთვის ძალიან საინტერესოა, აი ეს რა ინიციატივები მოდის ადგილობრივი ხალხისგან. პარლამენტში შესულია თქვენი ეცოდინებათ წერილი საინიციატივო ჯგუფის თქვენი საკრებულოს წევრის და ამასთან დაკავშირებით ესე იგი ეს არიცით თქვენ საინიციატივო ჯგუფის საკრებულო წევრებისგან არის შესული? საკრებულო წევრებისგან, წევრისგან. ვინ არის საინიციატივო ჯგუფში? ერთი არის დათო ჭიჭინაძე. დათო ჭიჭინაძეს ჰქონდა, მე როგორც ვიცი, აქვს ჩამოყალიბებული ეს თავისი შეხედულება. ამასთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხვედრები თანამდებობის პირებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრ დათო დავით ნარმანიასთან. მე ვიცი, რომ სულ მალე პრემიერ-მინისტრთანაც ექნება შეხვედრა და დათო ჭიჭინაძე თავის მხრივ არის სხვა ჯგუფში ჩართული, რომელიც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არის ჯგუფი, რომელიც ამ თვითმმართველობის კანონზე მუშაობდა სამინისტროსთან ერთად. დათოც არის წევრი ამ ჯგუფის. არიან სხვა სპეციალისტები, ბევრი შემიძლია დავასახელო, ვინც ამ თემებზე მუშაობს მუნიციპალიტეტების დაყოფაზე. ეხლა ჩვენი მიზანი რა არის? გვაინტერესებს თქვენი შეხედულება, თქვენი მოსაზრება. ეს თქვენ ხართ ერთ-ერთი ხელმძღვანელი რაიონის და აი გვაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამას. მე გეუბნებოდი თქვენგან, რომ აქ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი დანება დავით ჭიჭინაძე, ეს რაიონი რამოდენიმე წელია ერთად აქ რამე განსხვავება არასდროს არ ყოფილა, დაყოფილი არასდროს არ იყო, არის სხვა თემები, რომლებსაც უნდა კიდევ ასე ჭალესავით ახლა თვითმმართველი ორგანოები რო გახდნენ და ამას შეისწავლის ხელისუფლება, რამდენად საჭიროა ეს ასე დაყოფა, რა ეფექტი მოყვება ამას ეკონომიური ხალხისთვის, მოსახლეობისთვის. ვიცი რომ რაღაც მოსახლეობის თვალსაზრისით მოსახლეობას ახლა იმის
ჩვენი მოსახურების ცენტრები და არანაირი პრობლემა არ აქვს. ყველა ტალინჯიხაში რომ მოვიდეს, უნდა ჯვარში მიიღოს შესაბამისი მოსახურება, ამის შესაბამისი მოსახურების ცენტრი არსებობს. ყველა მიმართულებით, ასე რომ აქ რაღაც იმასთან არ აქვს საქმე, რომ არიქაც ალკე გამოიჩინება მეორე მუნიციპალიტეტი და ამით აყვავდება შეიძლება მოსახლეობა შეიყვანოს ზოგიერთებმა პირებმა, რომლებიც შეიძლება ინიციატივის სათავეში დგანან და რო უთხრან და აიმედო რომ ამით ეს მუნიციპალიტეტი დიდ შესაძლებლობებზე გავა და რაღაც შეიცვლება თქვენთვის, რომ მე შეიძლება ეს დავაყენო კითხვების შესახებ ერთიანობაში იგივე სიტუაცია, იგივე ხელშეწყობაა და აქ ადამიანების რესურსი, ინფრასტრუქტურა, სხვა ამის დაყოფა ტერიტორიების, რაც გამოიწვევს, ამას შესწავლა უნდა მე ამის ახალმზად ვარ. ქალაქი ჯვარი საკრებულოს ოქტომბრის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ეხლა ვარცდები ეს იყო ოქტომბრის საკრებულოს თომაზე, მაგრამ ის არის რეგისტრირებულიც კი და ჰქონდა ეს სტატუსი, ეს გადაწყვეტილება ჩვენ ერთობლივი ინიციატივის მიიღეს სულ რამოდენიმე თვის წინ, რომ როგორც მუნიციპალიტეტის კი არ იყო რეგისტრირებული, მაგრამ გითხრათ ეს შემთხვევით აღმოაჩინეთ და ზოგადად კურიოზული შემთხვევა ჰქონდა. საინტერესოა რომ რატო არ ფიქრობდნენ ამაზე გასული 3 წლის განმავლობაში სხვა ხელმძღვანელი პირები ქალაქი მოიაზრებოდა მხოლოდ ასე ვთქვათ რაღაც იმ დონეზე რომ ცნობილია რომ ქალაქი ჯვარი არსებობს ცალკე, მაგრამ ამას ოფიციალური დოკუმენტის სახე ან ოფიციალური ასე ვთქვათ გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ იყო. სულ რამოდენიმე თვის მიიღეთ ამაზე გადაწყვეტილება, რომ წარნიშნის მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდა თავის თემებით, სოფლებით, აქ შორის არასწორი ჩანაწერები გაქვთ თქვენ წარმოდგენილი სახეცვლილება აქვს ამ ჩანაწერებს მოსახლეობის სტატისტიკას. ასე რომ ამ ინიციატივას უნდა ძალიან მთელი მიდგომა. აქ ჩამოთვლილი სოფლებიდან 3 სოფელი უშუალოდ ხახულანი, ჭალე, მუჟავარი, ზემგულსგავანი სოფლები, რომლებიც დევანდელი მოცემულობით ესაზღვრებიან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებს. ამასთან დაკავშირებითაც მაგჩინო საზღვარი უნდა სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით და შეიძლება უარყოფით შედეგი შეიძლება მოყოს დეცენტრალიზაციას. ვერ იზრდება ურთიერთობის ნორმებს. თუ შესაძლოა არ არის ნათქვამი ეთიკის ნორმებს, რომ ასეთ საკითხს აყენებ საკრებულოს წევრი და ამას აკეთებ მუნიციპალიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობის ზურგს უკან. არ არის ეს ფორმა მოსახლეობის საკრებულოს ეს არ არის სტილი თვითონ მოსაწონი. ამ არჩევნებამდე საკრებულოს თავმჯდომარე წარენჯიხაში იყო ჯვარელი კაცი. ახლა სიმინდი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, აი ამ სკამზე ის. მოხდა ისე რომ ახალციმიტია წასვლა მოუწია, ის სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ახლა განაცხადებულია. ახალ მთავრობაში, ხელისუფლებაში ჭიჭინაძე საკრებულოს თავმჯდომარეობას ელოდა არ გამოვიდა. შეიყვნენ ახლა ესენი და მუშაობენ იმ მიმართულებით, აი ჩვენ ჯვარელები გამგდევნეს აქედან ძველი და ახალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რევანშის მექანიზმი და მუშაობენ ამ ძალიან იაფასიანი რაღაცა. ახლა იცით რა გითხრათ, ესე იგი ბევრი ლაპარაკი ალბათ არც არის საჭირო. როცა ეს ქვეყნის მასშტაბით გატარდება 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 3 წელიწადში, ჩვენ ამ პროექტის გვერდით ვიქნებით და მას მხარს დაუჭერთ. ამ ეტაპზე, როცა ამ საქმეს პრეცედენტი არ არის და ეს საქმის სასარგებლოდ კი არ არის მიმართული. ორი პოლიტიკა არ მინდა ვიხმარო სიტყვა მანიაკი, მაგრამ რაღაც მასთან მიახლოებული. ორი ადამიანის შრომითი მოწყობისათვის და სავარგლის მოპოვებისათვის ჩვენ ამ თამაში არ ჩავერთვებით. და თუ ჩავერთვებით იმ მოსაზრებით და იმ მიზნით, რომ დაუპირისპირდეთ თელის არსებით. 1000 ხელმოწერაა, 2000 ხელმოწერას ჩვენ მოვიპოვებთ. ეს ისტორია ტენდენციურობით და უპატესლებით არის გასღებული. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ამის წინამდე ბრძოლას ჩემი კომპეტენციის ფარგლებში სათავეში ჩავდგა. ამ ახალგაზრდა ხელმძღვანელების გვერდით დავდგა.
წალენჯიხისა და ჯვარის დანაწევრება ყოველად დაუშვებელია. აცხადებენ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციისა და საზოგადოება წალენჯიხელის წარმომადგენლები. მათი თქმით, საკრებულოს წევრის დავით ჭიჭინაძის მიერ მომზადებული დოკუმენტები და შეგროვილი ხელმოწერები ბუნდოვანი და საფრთხის შემცველია. ჭიჭინაძეს ქალაქ ჯვარის, ლიის, ფახულანის, ჭალეს, ეწერის, ჩვალერისა და მუჟავას თემებში მცხოვრები მოსახლეობა შეცდომაში შეყავს. ამ მეტად მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნებისა და საზოგადოება წალენჯიხელის წევრები შეხვდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს, საქართველოს პარლამენტარს ლევან ქარდავას, რომელმაც თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა. ლევან ქარდავას განცხადებით, ამ ეტაპზე ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა ნაადრევია და ჭიჭინაძის უპერსპექტივო და იაფასიან პროექტს ის მხარს არ დაუჭერს. Our მიზანი არის იმ პრობლემაზე საუბარი, რომელიც ეს ბოლო ერთი თვეა წარმოიშვა, წალენჯიხა შექსაუბარია ჯვარის გამოყოფის თაობაზე, რამდენადაც შემოწმებულია 12000 ხელმოწერა შეგროვდა საქართველოს პარლამენტის კი 12 ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ ორგანიზატორები, გვინდა ვისაუბროთ იმ პრობლემაზე, რომელიც დღესაა შექმნილი და თქვენი პოზიცია საინტერესო იქნება ჩვენთვის წალენჯიხელებისთვის. იქვე საუბარია, რომ ეს მთელ მუნიციპალიტეტში უნდა მომხდარიყო ხელმოწერები მარტო შეგროვდა მხოლოდ ერთ მხარეს. ჩვენ არ ვიცით მეორე მხარეს რა პოზიცია აქვს. და ამასთან დაკავშირებით გვინდა ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, თქვენი მოსაზრებად გვაინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოში თქვენ ბრძანდებით. გატანის შემთხვევაში ალბათ მოფიქრებული გაქვთ რა როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და არ ვიცი ყველას აქვს კითხვები და გვინდა რომ ეს თქვენგანაც მოვისმინოთ. მე ვიცი ეგ თემა რომ მუსიებს კარგახანია დაიწყო ამაზე. მე ჩემთვის რამდენადაც ცნობილი იყო, მე რომ მოვიკითხე ეს ამბავი, იგივე პოზიციას დავაფიქსირებ თქვენთანაც, როცა მე ხა ჯვარელები რომ ეკითხებოდნენ რა ხდება და რა არის და როგორ არის, მე პირდაპირ გეტყვით. პრაქტიკულ და მიზან შეწონილობას აი ამ საკითხის ეხლა ამ ეტაპზე გადაწყვეტის მე არ ვხედავ. რეალურად მე არანაირ საფუძველი არ აქვს ამას, რომ ამის აუცილებლობა იდგეს დღეს. მე პირადად როგორც ჯვარელი ბედნიერი ვიქნები, ნეტა რაიონი იყოს იმ დონეზე განვითარებული, რომ ამის აუცილებლობა იდგეს, რომ სამართავად იყოს იმდენად რთული, რომ რაღაც ადმინისტრაციულ ნაწილებად დაიყოს წალენჯიხის რაიონი. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ამ ეტაპზე საჭირო. თქვენ ეს საკითხი გაწუხებთ. მოდი დავდგეთ, მე გავაკეთებ ამის ორგანიზაციას, ჩავიდეთ ჯვარში და ჯვარის საზოგადოებას შევხვდეთ. და გავიარეთ, რატომ აქვთ ამათ ამის სურვილი. მე ვთვლი, რომ რაიონს ერთიანად ყველა კუთხის პრობლემის მოგვარების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე. შეიძლება ბევრ ჯვარელს ეს არ მოეწონოს, მაგრამ მე სულთა პრაქტიკული თვალსაზრისით უყურებ ამ თემას. აი ეს ჩემთვის, როგორც წალენჯიხელისთვის არის ძალიან ისეთი ტკივნეული თემა. ამას აქვს დიდი ხნის ისტორია. რომ ეს 30-40 წლის წინ დაიწყო. ეს დაიწყო გვანჯიმანიამ, დაიწყო საურფიფიამ, ჭანტურიამ, მურადი. იყო გადაცემა თბილისში, ჯვარელთა დღე, 40 წუთი ერთი ტელევიზია იყო პირველ არხზე და 40 წუთი იყო საუბარი და ერთი სიტყვა არ იყო თქმული, რომ ჯვარი არის წალენჯიხის რაიონი და ეს ჯვარელებს აქვთ ეს. და ამას მე ყოველთვის ველოდი. საერთოდ ამ საკითხის შემოღება ეს არის ღალატი. ამ პროექტთან დაკავშირებით მე ეს მომცეს წავიკითხე, გავეცანი, ძალიან ჭკვიანური მით არის დაწერილი, საქმის ცოდნით, მაგრამ ბევრი პროფესიონალურად არის დაწერილი, ბევრი ტყუილების გამოყენებით. ესე იგი წერია, რომ წალენჯიხის ქალაქის მოსახლეობა არის 5200 და ჯვარი არის 8500. ჩვენ ამაზე ვმუშაობ, ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას, მე მაინტერესებს. ჩვენ შევაგროვებთ ეს საკითხთან დაკავშირებით, გაზთან დაკავშირებით 4000 ხელმოწერა, კულტურის საქმთან დაკავშირებით 3700 და მაქვს მე ამის 100 და სათითაოდ არის ყველა სახელი გვარი პირადი ნომერი. აი ეს მე ამას დავამტკიცებ 12000 კი არა 6000-ს არიქნებ. ეს არის მოთხოვნებით. მაგრამ ჩვენ თუ დღეს ზუსტად აი ამ პოზიციაზე ახლა ვის რა ჩაუშალოთ და ხრიკებით დავიწყეთ
რაღაც პრობლემის ჩახსნა. ამაზე მეტი ხრიკი რა შეიძლება რო იყოს, კაცო. თავიდან მოუნდეთ ხუის. ამას ჩამოყალიბებული ინიციატივა და ინიციატორს ზუსტად გაფლილი ერთი რამე. მას შედეგი არ აქვს გაფლილი. მას აქვს გაფლილი თავისი პოლიტიკური მიზანი, რომელიც ეს იქნება თუ არ იქნება, მას გონია რომ ფულა დაიწერა ამითი სადღაც. მე რა ციდან ჩამოვარდნილი ამზივარ აქ. ძალიან ბევრ რაღაცას ამ ერთი წლის და წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ყურადღებით ვაკვირდები რა ხდება რაიონშიც, კაბინეტში შიგნით და გარეთაც. იმიტომ კი არ ვარ გაჩვენებული რომ საქმე არ მაქვს არაფერი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და მე ვიცი ეს შედეგი სად დამთავრდება და ეს შედეგი წარმატებული არ იქნება ურჩევნო და მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. გამოიყოფა თუ არა ჯვარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და აკმაყოფილებს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება. დავით ჭიჭინაძისა და ჯვარის მოსახლეობის ერთი ნაწილის დიდი ხნის ოცნებას. ჯერჯერობით უცნობია. წალენჯიხელებს იზღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენებს. ახლა კი გავიგოთ თუ რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში. მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულურდავამ და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილემ დალი აბულაძემ ქალაქ ჯვარის, ლიისა და ფახულანის თემების საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. რეიდის მიზანი იყო ბაღებში არსებული პრობლემების, კვებითი მენიუს, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება, პრიორიტეტების წარმოჩენა და მათი გადაჭრის გზების დასახვა. ასევე ხელმძღვანელმა პირებმა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილემ შეხვედრა გამართეს საბავშვო ბაღების კოლექტივთან და აღსაზრდელთა მშობლებთან. შეხვედრისას გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები. აღმზრდელ პედაგოგებისა და მშობლების თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მძიმე ინფრასტრუქტურული პირობებია. მოძველებულია ინვენტარი, ბავშვებს არ გააჩნიათ სათამაშოები. ასევე ისინი უჩივიან ბაღების შენობებში დევნილთა ჩასახლებას. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, საბავშვო ბაღების წარმომადგენლები და მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამენ კვებითი მენიუს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამჟამად საბავშვო ბაღებში მოქმედებს ორჯერადი კვების სისტემა, ხოლო 1 მარტიდან ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით ყველა საბავშვო ბაღში კვება სამჯერადი გახდება და საკმაოდ გაუმჯობესდება კვებითი მენიუც. შეხვედრის დასასრულს მშობლებმა საკრებულოს თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის გამგებელს ბაღებში სტუმრობისა და აქ არსებული პირობების შესწავლისა და გაცნობისთვის მადლობა გადაუხადეს. საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის განმარტებით, მიუხედავად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოვლენილი არაერთი მწვავე პრობლემისა, მათზე მუშაობა შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წელს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მოხდება სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. არავის არც შესამოწმებლად ან საკრიტიკოდ არა ვართ მოსული. მხოლოდ გვაინტერესებს თქვენგან მოვისმინოთ რა პრობლემებს აწნევთ თქვენ როგორ მშობლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, როცა მოგყავთ ბავშვი ან გაგყავთ, რას ხედავთ შიგნით, რა არის კარგი, რა არის ცუდი. კვებას რაც შეეხება, მენიუ კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, იყო ჩვენი ხელისუფლების კეთილინება. ასე ვთქვათ, დაემატა თქვენს პატარებს სამხარი. მოეწოდებათ კისელის და ნამცხვრის და ფუნთუშის და არაჟნის სახით. ეს სამხარი იქნება. რა თქმა უნდა, მენიუში არის სადილის სახითაც წინსვლა გაქვს. დაემატება ჩვენ ბაღს განსაკუთრებით. ბაღთან შედარებით, რა ვიცი, ოცნება ვისრულდა იმ წლების ნარატვით. ყვებაც, ბაღიც, დაგემატებათ კიდევ თათმის ხორცი, მენიუში შემავალი კომპონენტი იქნება კვერცხი, რა თქმა უნდა, წითი გურა დაგემატებათ, კიდევ ასე რომ სრულყოფილებისკენ მადლობთ. რა თქმა უნდა, პრობლემები თავზე საყრად არის. დავიწყოთ იქიდან, რომ მადლობის სათქმელად პირველყოლისა რაც გაკეთდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენ სოფლის გამგებელს, ყველას ვინც კი მიიღო მონაწილეობა, ჩვენ დადებითსაც ხედავთ და უარყოფითსაც. არა გვაქვს საწოლები, არა გვაქვს ყველა საჭირო ინვენტარი, რაც სათამაშოები უპირველეს ყოვლისა სისუფთავეზე, მადლობა ყველას. დიდი მადლობა ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს გამგეობას, კარგ დახმარებას გიყევს. ბავშვების კვების მხრიდან ძალიან კმაყოფილები ვარ, აქაური კოლექტივიდან ძალიან კმაყოფილები ვარ. მადლობას მეტი არაფერი გვეთქვის. სათამაშოები და სახასები არაფერი არ გამოჩნია ამ ბაღში. მაგიდების კამები, ეს მოგო ძველია, თავისი ისე გავიდა. მასწავლებლების კამაგიდან ნახეთ რაც გავს ეს მოძულებული არის და გარეთ სათამაშოები კიდე ეს გასართობი რო ქონდეთ ბავშვებს.
ამაზე მეტი არ ვიცი სასიხარულო რომ ბავშვების კვება რო არის უფასო აი ამაზე არ ვიცი მადლობის მეტი რა გმეთქვი დამოწმებით დამემოწმებით რომ გადასახადზე არ არის უფასო საბავშვო ბაღი ამაზე კარგი მე არ ვიცი აი ეხლა თქვენს დაგვეხმარეთ რომ ესეთი საკითხები თქვენი ჩართულობით გადაიჭრას ამ საკითხის მოსაგვარებლად ამის სასიკეთოდ დანარჩენს ჩვენ მიხედავთ და გავაკეთებთ ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთებთ. გეტყვით, კალკეს ეტყვის, როდის არის კლებები, თქვენ სასურველია, მეუღლებთან ერთად კლებაზე როგორმე 5-10 წუთი მშობელმა დაუწყოს თავისი ბავშვისთვის კეთილდღეობა და გამოყოთ, რომ მოვიდეს დაესწროს კრება და დააფიქსიროს თავისი ადი, რომ ბაღისთვის არის საჭირო ამ პროექტების დაფინანსება და ჩვენ ამას უჭერთ ხარს. ეს არ არის საშუალებელი. მიქავას თემში მცხოვრები მარუსია სალია მიქავა 100 წლის თავს ნანატრი ბედნიერებით შეეგება. საუკუნე გამოვლილმა შრომა გარჯით დაჯაბნა წელთა სიმრავლე. ასაკის მიუხედავად ისევ მხნედ გამოიყურება. თავის წილსაქმეს დიდი სითფოთი და რუდუნებით აკეთებს. დღეს ოხუცესი ქალბატონი 4 შვილის, 16 შვილიშვილის, 30 შულთაშვილის და 4 ბადიშის დიდი ბებია. მხცოვანს ღირსშესანიშნავი თარიღი სხვა სტუმრებთან ერთად მიულოცა ტელეკომპანია ჯიხას გადამღებმა ჯგუფმა. ბებო გილოცავ დაბადების დღეს. Čažamērso monovāk, točguri logilevšīt, Вамаджаро гурапас, хаджотелет хандулени, хейшен вамигуду, ушаквару урапеламат кумали брейкунду, аше дроху гагмиторо, варе падони дочкори, чарваки хиркудибуре, Madogori sharaboni, mishkuteri mimahuro, mireshimi mojgoreni. ღმერთმა კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე და ჯანი მისცეს საუკუნე გამოვლილ ქალბატონს. საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი დასრულებულია. ნახვამდის.